ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს, მე ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს როგორც ყველა გადაცემას, დღესაც საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. დღეს მყავს სტუმრად ფსიქოლოგი ჩვენი ქედელი ნინო მელაძე, რომელიც ვფიქრობ, რომ კარგ აქცენტებს გააკეთებს ცხოვრებისეულ ფსიქოლოგიურ, შეიძლება ითქვას, გამოწვევებზე. ერთ-ერთი საკითხი, მოდი სანამ საკითხზე გადავიდოდეთ, მოგესალმები ნინო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ცოტა ბევრი დრო გაგვივიდა სანამ ამ გადაცემას დავიწყებდეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისეთ კარგ რაღაცებს მოგვიყვები და დაგვაფიქრებ ბევრ თემაზე. ამიტომ ღირდა მგონი ეს ლოდინი ჩემი მხრიდან. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის კიდევ ერთხელ. გამარჯობა და მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია აქ მოსვლა და თქვენთან შეხვედრა და საუბარი იმ თემაზე, რაც ძალიან მაინტერესებს. და დარწმუნებული ვარ, ყველას აინტერესებს, რაც შეეხება ფსიქოლოგიას. მიხარია ეს განწყობა რომ გაქვს, თან რომ ფიქრობდი ამ თემაზე მეთქი, ვინ მოვიწვიოთ ან ქედის მასშტაბით, შენ გამახსენდი და მადლობა უარი რომ არ მითხარი ამ ყველაფერს. ეხლა დავიწყოთ რით? თვით შეფასება. ეს არის ისეთი თემა, რაც ნებისმიერ ადამიანს აწუხებს და მე პირადადაც, იმიტომ რომ არის მომენტები, როცა ვგრძნობ, რომ თვით შეფასება მაქვს დაბალი, ან თუ რაღაცის თქმა მინდა, არ მინდა რომ გამომივიდეს გადაჭარბებულად, ან თვით შეფასებაზე რომ ვისაუბროთ, რა არის ზოგადად, რა ფენომენია. ხო, ზოგადად ძალიან ისე ფორმალურად რო თქვა, თვით შეფასება არის საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა. ანუ რას ვფიქრობ საკუთარ შესაძლებლობებზე, სიძლიერეებზე, სისუსტეებზე, ღირებულებებზე და ძირითადად თვით შეფასება, ყოველთვის აქტუალური იყო, რადგან არ უნდა იყოს აქტუალურია თვით შეფასება. ეხლა რო თქვათ, საიდან ყალიბდება თვით შეფასება ყალიბდება ხშირად მშობლის ხმიდან. ანუ ის სიტყვები, ის ფრაზები, რაც მშობლისგან გვესმის და როგორც გვესაუბრება მშობელი, როგორც საუბრობს მშობელი, ხდება ის შინაგანი ხმა, რომელიც ჩვენ გველაპარაკება საკუთარ თავზე. და არსებობს არა მხოლოდ დაბალი თვით შეფასება, ეს უკიდურესობა, არსებობს ასევე ზედმეტად მაღალი თვით შეფასება, რაც ასევე საზიანოა. დაბალი თვით შეფასება არის ბოდიში სანამ გადახვიდოდე უფრო სიღრმისე, შენახსენებ მშობლის ხმა. შესაძლებელია რომ ეს თვით შეფასება ეხლა შეიძლება აბსურდულ ამბავს გავდებ, მაგრამ ბავშვის მუცლად ყოფნიდანვე რაც ყალიბდებოდეს, იმიტომ რომ იქაც ხომ მშობელი ესაუბრები ბავშვს. კი, ძალიან შესაძლებელია, იმიტომ რომ ეხლა უფრო და უფრო მეტი კვლევებია, უფრო და უფრო მეტი დაკვირვება ხდება იმაზე, თუ რა გავლენა აქვს არა მხოლოდ მუცლად ყოფნის პერიოდს, არამედ მუცლად ყოფამდე, ანუ მშობელი როგორც რა მდგომარეობაშიცაა, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობა რამდენად კარგად აქვს, ეს მოქმედებს ბავშვის ნებისმიერ ასაკზე და რა თქმა უნდა დასრულობაზეც და როგორც ვსაუბრობთ, რას ვუსმენთ, რას ვჭამთ, განსაკუთრებით ორსულობის დროს, არა მხოლოდ ეს ეხება დედას, ასევე ეხება მამასაც, ძალიან პირდაპირ მნიშვნელოვნად კი ახდენს ბავშვის თვით შეფასებაზე და ბევრ სხვა ფსიქოლოგიურ მახასიათებელზე, განსაკუთრებით რა თქმა უნდა თვით შეფასებაზე. ხო, ახლა გადავიდეთ უშუალოდ თვით შეფასებაზე, რის თქმაც გინდოდა. ხო, არსებობს ორი უკიდურესობა, როგორც უკვე ვთქვი, არის დაბალი, არის ზედმეტად მაღალი. დაბალი თვით შეფასების დროს, რაც ახასიათებს ადამიანს ის აზრები, რაც აწუხებს, არის ის, რომ არ ვარ საკმარისად კარგი. არიან სხვები, ვინც ჩემზე უკეთესები არიან, უფრო კარგად გამოსდით რაღაცები, შეცდომა არ უნდა მომივიდეს, ვაიმე ესეც როგორ ვერ გავაკეთე, ესეც არ გამომივიდა. ეს არის ხმები, რაც დაბალი თვით შეფასების დროს ადამიანს აწუხებს და ხშირად საკუთარ თავს ზედმეტად აკრიტიკებს და არ გამოხატავს არანაირ სიტყვას. და ეს პრობლემა, როგორი რამეა, იცი, როდესაც საკუთარ თავს შენ თვითონ არ ექცევი სითბოთი და მობიერებით არ ეპყრობი, ვერავის ვერ დააჯერებ, რომ შენ ხარ ღირებული ადამიანი. და მაღალი თვით შეფასების დროსაც, ზედმეტად მაღალი თვით შეფასების დროსაც ადამიანი ვერ იღებს კრიტიკას და გონია, რომ გადაჭარბებული და არარეალისტური წარმოდგენა აქვს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. და ძირითადად ეს ზედმეტად მაღალი თვით შეფასება რეალურად არის რაღაცა ისე ჩარჩო და ფარი, რაც რეალურად მალავს დაბალ თვით შეფასებას.
ანუ და ერთგვარად ეს არის იმ ადამიანების დამცავი რაღაცა ნიღაბი, რა მის სული სიღრმეში რა ნაკლოვანებებიც არის. რაღაც ეს დაფაროს? კი, ნამდვილად და ხშირად ესეთი მაგალითად შეფასება იწევს დისტანციურ ურთიერთობებს სხვებთანაც. არ არის და ჩემი მაგალითი მოგიყვე. ბარემ ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციებს მივიღებ შენგან. მე როგორი განცდა მაქვს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებიც მუდმივად საკუთარ წარმატებაზე, კი ამ შორს ვინმეს ერთმა დამიფაროს, ან მათ ამ წარმატებაზე, იმაზე თუ როგორი კარგები, ლამაზები, ასეთები არიან, ისეთები არიან, მე მღლის და ამაზე მე სხვა რაღაცები მოვისმინეთ ასეთ პროცესშიო შენ გაღიზიანებს ის ანუ ამ შემთხვევაში მე რაც დავინახე მათში და მე არ მაქვს ეს ასეა თუ ხები თუ როგორ არის დაახლოებით ასეა მაგრამ მომენტეს შემთხვევაში არის ის რომ ადამიანი არ არის მხოლოდ წარმატება და არ არის მხოლოდ კარგი შედეგი ანუ ადამიანი თვია ხო არ არის ანუ არსებობს შეცდომა არსებობს სისუსტე არსებობს წარმატება ძლიერი მხარე ეს ყველაფერი ქმნის პიროვნებას ხო რეალობა არის ასეთი ადამიანი რომელიც მხოლოდ წარმატებას და მხოლოდ კარგ მხარეს უსვამს ხას ეს ადამიანი არ საუბრობს სიმართლეს ბოლომდე და ძალიან ბუნებრივია რომ ეს ხლის და ეს არაბუნებრივად იგრძნობა და შენ შეიძლება გახსენებს იმას და არასასარგებლო მექანიზმს აღვიძებს შენს ტვინში რომელიც გეუბნება რომ აი სხვას ყველაფერი კარგად აქვს და მე სისუსტეებიც მაქვს ეს არის ძალიან აქტუალური პრობლემა იმიტომ რომ სოციალური ქსელიც ამას იწვევს ხშირად ეს უარყოფითი მექანიზმი რაც არის რომ აი ადამიანს ყველაფერი აქვს იდეალურად, გარეგნობაც იდეალურად აქვს, კარიერაში ძალიან წარმატებულია ყოველ დღე მას სიახლე აქვს და თავგადასავლები და მე მაქვს ერთფეროვნება, მე მაქვს ეს ნაკლი, ეს ადამიანი არ საუბრობს უბრალოდ ამ ნაკლებზე, არ აღიარებს და ანუ არ უპირისპირდება, ანუ რეალობად არ აღიქვამს. საჩენად გამოაქვს. ეს რეალურად არის სისუსტე და როდესაც ეს აზრი შემოგიწევს, შეგიძლია რა თქვა, რომ ეს არ არის რეალური. ეს არის ჩემი სიძლიერე, თუ შეგიძლია თქვა, რომ ეს არის ჩემი სიძლიერე, თუ მე ვხედავ ჩემს უარყოფით მხარეებსაც. და მე ამ ადამიანზე რეალურად უფრო მაღლა ვდგავარ. რა მაგალითს მეუბნები. სულ დავშვიდი, იმიტომ რომ მე რატომაც ჩემ თავში მეგონა პრობლემა, რომ მე და გულის სიღრმეში ხომ არ მშურს, ან რაღაცა ჩემ თავში ვუშვებდი ამ ფიქრებს. ხო, ანუ სულ სხვანაირად ყოფილა სიტუაცია. ისიც შეგიძლია უთხრა შეთავს, რომ შური არ არის პირველი გრძნობა, ეს არის რაღაცაზე რაღაცის შემდეგ ჩნდება, ანუ როგორც ბრაზი მაგალითად, ანუ შიშია, ეს არის რაღაცას ან ჯერ იგი მაგალითად არის შიში და მერე არის შური. ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი და ვფიქრობ, ეს ერთი გადაცემა კი არა, თუ გაგრძელდა პროექტი და ზოგადად დეკემბრამდე დრო მაქვს ყოველ შემთხვევაში ერთ კიდე საინტერესო თემაზე დავსხდეთ და ვისაუბროთ მე და შენ, იმიტომ რომ რატომაც არა მშვიდდები, იცი? სასიამოვნოა ნამდვილად ასეთ თემებზე საუბარი. ხო, საუბრობთ ამ თვით შეფასებაზე და ახსენე სოციალური ქსელები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანებზე, ხასიათზე, დამოკიდებულებებზე და ასე შემდეგ. აი რა გავლენა შეიძლება კონდეს სოციალურ ქსელებს და ზოგადად იმ სივრცეს ადამიანის ფსიქიკას. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ დღევანდელ დღეს ადამიანი ერთ დღეში იმდენ ინფორმაციას იღებს, რასაც ალბათ საუკუნეების წინ თელს წელიწადში ვერ იღებდა. ანუ დღის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ უამრავ, გაუფილტრავ და ძალიან ზოგჯერ არასაჭირო ინფორმაციასაც. და ეს იწევს ადამიანის ნერვული სისტემის ძალიან გაღიზიანებას. მუდმივად აი დახრილობის შეგრძნებას, კონცენტრაციის უნარის დაკარგვას, მეხსიერების პრობლემებს, იწევს გაღიზიანებას და გამოფიტვას. ნამდვილად იწევს გამოფიტვას. ხომ საუბარზე რა მახსენდება ერთი კარიკატურა თუ რაღაც გაკეთებული, ქალი დიდი ნაგვით თავზე რომ ადგია და ეს არის გამოხატულება იმისა
როცა ადამიანი უსარგებლო ინფორმაციებს იღებ და ფლობ დღის თუ რაღაცის განმავლობაში. ხო, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი რაც არის სოციალურ ქსელში არის გათვლილი იმისთვის, რომ როგორღაც შენი ყურადღება ძალიან სწრაფად მიიპყროს. კურსის კი გავიარე სოციალურ მედიის, რომ უფრო კარგად მესმოდეს რა ხდება შიგნით. არის 3 წამის კანონი, იმ 3 წამში ისეთი რამე უნდა მოხდეს, როდესაც შენ რომ დაგიჭიროს და აი ჩარჩე იქ და ყველა აი სკროლვის მანია რაც გვახასიათებს არის ეს რომ ყველა 3 წამი ჩვენ გვითრევს ამ სოციალურ ქსელში და უბრალოდ აღარ შეგვიძლია გავაკონტროლოთ და ეს სოციალური მედია გვაკონტროლებს ჩვენ გვიყენებს და არა ჩვენ ვიყენებთ სოციალურ ქსელს. შეიცვალა როლები. კი, შეიცვალა როლები, ხო. და შეგვიძლია ვისაუბროთ თუ გინდა როგორ ვაკონტროლოთ. ხო, საინტერესო იქნება რეკომენდაციები და ზოგადად ადამიანებმა როგორ გამოიყენონ ისე რომ თავიანთი ფსიქიკა არ დააზიანონ. ეხლა სანამ აქ თემაზე ვისაუბრებდით, ერთი პერიოდი მე მქონდა ახსარებას ავით გამომდის ჩემი ისეთი ფიქრების და მადლობა გაწვრილობისთვის. ხო, ყველა გადაცემა მაქვს ასე. შინაურ გარემოში და სხედვარ და საუბრობთ. ანუ იმ პერიოდში როცა თურქეთში მიწისძვრა მოხდა და ყოველ Facebook-ზე შესვლა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელში სულ იმ ინფორმაციას მიგდებ და აბა ის გარდაცვლილი, აბა იმის ფოტო, იმის ქვეშ შენობის ქვეშ თუ ასე შემდეგ და ამ ყველაფერმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ღამეში ვეღარ ვიძინებდი, გადავხედავდი ჩემს შვილს, გვერდით თუ მეწვა და სულ შიშები მქონდა, რომ რაღაცა ბიძგების ხმა მესმოდა, ან რაღაცა მიწისძვრა ხდებოდა, ან რამე. ხო და რეალურად, აი ეგ არის ზუსტად, რომ ამ სოციალურმა ქსელმა მესმის, რომ ამ ინფორმაციას ტელევიზიითაც მივიღებდი და რაღაცა ერთჯერადად, მაგრამ იქ რომ მუდმივად ამ სკროლის პროცესში ვიყავი, ხო, იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ მე თავი ხელში ავიყვანე და შევეშვი მაგ ინფორმაციის მოსმენას. ხო, ამიტომ ხო ეს არის რა ვიცი, ჩემი მაგალითი. ფსიქიკაზე ცოტა არ იყოს ცუდად იმოქმედა. რა თქმა უნდა, იმ სტატიების და იმ ჟურნალისტური გვერდების ყველაფრის გათვლა ისაა, რომ შენზეც ემოციურად კარგად ჩაგეჭიდონ, რომ აი შენ იგრძნო თანაგრძნობა და რაღაცა ისეთ სუსტ ადგილებს მოგიძებნიან რა. ხო, აი მაგალითად ხო არის ხელოვნური ინტელექტი, აი ის ხელოვნური ინტელექტი, რომ შენ ხარ დაოჯახებული, იცი, რომ შენ ყავს შვილი, შენ ყავს მეუღლე და არის შემთხვევა, რომ აი სკროლავ და ხედავ, რომ გარდაიცვალა მეუღლე და შვილი. ანუ აი ისეთი თემები წამოიწევა, რაც შენთვის ძალიან სენსიტიურია და შენ სხვა გზა არ გაქვს, ამას გრძნობ და მე უფრო გჭირდება მეტი ინფორმაცია, რომ აი დამშვიდე, მაგრამ რეალურად უფრო და უფრო ეფლობი ამ კაუჭებში და ამაში ბადეში. და ამიტომ იმისთვის რომ ცოტა გავაკონტროლოთ, აი ზემოქმედება და სოციალური მედიის კონტროლი ჩვენ თავზე არის შეზღუდვები, რა თქმა უნდა, რაღაც საზღვრები, რაც უნდა დავაწესოთ, რომ დაუბლოკოთ მაგალითად ის ინფორმაციის წყაროები, რაც არის ჩვენზე ძალიან ემოციურად ძალიან ცუდად მოქმედებს. არის წესი, რომ გამოვიყენოთ დღეში მხოლოდ 30-40 წუთი სოციალური ქსელი. უნდა ფანჯრები გამოვყოთ, ანუ დღეში მაგალითად რომ დილით და საღამოს ცილის წინ არ გამოვიყენებთ სოციალურ ქსელს, იმიტომ რომ ესეც ძალიან კარგად მოქმედებს. ხო, არა დილას ამით ვიწყებ მე რომ ავდგები. ხო, აი ეს ინფორმაციას და ხან თქვათ ვინ გარდაცვლილი ხდება ქედაში ამას წინათ მაგალითად ამ ინფორმაციით დავიწყე დილა და ცოტა არ იყოს დამთრგუნველი. კი, აი ხო, საზღვრები კი. რომ აი დილით არ მიიღებ ამ ინფორმაციას, არ მიცემ უფლება სოციალურ ქსელს, რომ შენი დღის განწყობა განსაზღვროს და არც ხამით არ მიცემ, რომ აი რა ფიქრებით უნდა ჩაიძინო მთელი ღამე და რა სიზმრები უნდა ნახო, ხო? ამის კონტროლის უფლება არ უნდა მიცე. და რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება დადებითი ზეგავლენა გქონდეს. ძალიან კარგად შეიძლება რომ გამოიყენოს სოციალური ქსელი და ძალიან კარგი ინსტრუმენტია რეალურად. უბრალოდ ეს შემთხვევაშიც შენ მართავ და არა პირიქით. და კიდევ რა თქმა უნდა გათვლები არის ფერები. ამიტომ ძალიან კარგი პატარა ხრიკი არის, რომ შევცვალოთ მობილურში ფერები შავ თეთრზე. ყველა სოციალურ ქსელს გათვლილი აქვს ყურადღების მისამყრობად, აი ასე კარგად რომ კაშკაშების ფერები არის ფერებში გათვლილი პოსტები და აი ყველაფერი დიზაინი. და თუ შავ თეთრზე გადავიყვანთ, ძალიან დიდი ცვლილება იქნება გონებისთვის ეს. აჰა, ესე იგი ყველაფერი როგორც ყველა გზა რომ თან მიდისო, ეს ბიზნესები, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ ადამიანის გონებამდე და სიღრმეებამდე აღწევს, ასე გამოდის. ხო, საინტერესო საუბარი გამოდის. ხო, ხარია, ასე რომ წავიდა ჩვენი გადაცემა და სანამ ამ გადაცემას დავიწყებდით, წინასწარ გქონდა ერთი საუბარი ერთ თემაზე, რომ ფსიქოლოგებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ბევრი სტერეოტიპი.
რა თქმა უნდა. ვთქვათ, იმის ბავშვი ფსიქოლოგთან დადის, ნეტა რა პრობლემა აქვს, ხომ არ გაგიჟდა. 1000 გვარი ფრაზები არის, ეხლა ვინმე შეურაც ყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ გამიგონია ირგვლივ ამდაგვარი ფრაზები. და რა სტიგმები არსებობს, როგორც ფსიქოლოგი, რას გვეტყვი ამ შესახებ? კი, რა თქმა უნდა, არსებობს განსაკუთრებით, რაც უფრო მაღალთიან ადგილებში მივდივართ, უფრო და უფრო ესე ძლიერდება. და რაც უფრო ქალაქში ვართ, უფრო შეიძლება უფრო გადაფარული იყოს და შეიძლება უფრო არ ჩანდეს, ან არ იყოს ეს სტიგმები. ყველაზე გავრცელებული სტიგმა არის ის, რომ თუ ფსიქოლოგთან მიდიხარ, ხარ გიჟი. და რა თქმა უნდა ეს არ შეესაბამება 100%-ით რეალობას, იმიტომ რომ როცა ჩვენ გვაწუხებს მაგალითად გაციება, რაღაცა ფიზიკური დაავადება, ხო მივდივართ ექიმთან და ეს ხო არ არის სიგიჟე. იგივეა, როდესაც მენტალურად და ფსიქოლოგიურად რაღაც გვაწუხებს და მივდივართ, იგივე პროფესიონალია ფსიქოლოგი. გვეხმარება უბრალოდ ფსიქოლოგიურ მკურნალობაში, მენტალურ მკურნალობაში და არა ფიზიკურ მკურნალობაში. თუ მაგალითად მე მკითხავ, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, როდესაც შენი ფსიქოლოგი არის დალაგებული და შენ ხარ, ასე ვთქვათ, კარგად დავარცხნილი, მაშინ შენი ფიზიკური მდგომარეობაც უკეთესია. აი მაგალითად მაგაზე მახსენდება ნევროზი ქვია, ნევროზი. კი, როცა ადამიანებს გონიათ რომ ავადარიან, თქვათ ხელი, ან რაღაცა თავი, ფეხი და სინამდვილეში როცა გამოკვლევებზე მიდიან, კი, ექიმი ეუბნება რომ არაფერი არ ტკივა, მთელ გადაღებებს იკეთებენ. აი, ბევრი მაგალითი ვიცი ჩემს ირგვლივ. კი. და მე აღმოაჩენა რომ თურმე გონებიდან, ტვინიდან მოდის ეს ყველაფერი. კი, ანუ რეალურად ამ ადამიანების ტკივილი და ამ ადამიანების წუხილი არ არის ტყუილი. რეალურად არსებობს ეს ტკივილი მათში. რეალურად მართლა აწუხებთ რაღაც. უბრალოდ ეს არ არის წმინდა ფიზიკური ტკივილი და ეს არ არის წმინდა რაღაცა დაზიანება, ან ტრაუმა, ან რაღაცა დისბალანსი ორგანიზმში. ეს არის ჩვეულებრივი მესიჯი შენი გონებისგან, რომ მე რაღაც მაწუხებს, მე მჭირდება დახმარება და ყურადღება რომ მიქცევს, უბრალოდ რახან ჩვენთან ეს სტიგმები არსებობს, სიგიჟეა ფსიქოლოგი. რეალურად მართლა ტვინს უნდა რომ რაღაცნაირად დაგველაპარაკოს, გვაცნობს, რომ მე მჭირდება გვერდში მდგომა დახმარების თხოვნა, მაგრამ ჩვენ არ უსმენთ, ხო, აი ამ ფორმით ცდილობს რომ გამოხატოს და სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან რომ ეს სტიგმები უკვე დიდი ხანია რაც არის ჩვენთან და ძლიერადაა გამჭდარი, შეიძლება მაინც კიდე ვაიგნორებდეთ ამას. აი ასისულელი აი ხა არ არის პროფესიონალი ექიმი და იმიტომ ვერ მიხვდა რატომ ტკივა ხელი, მაგრამ რეალურად იქ არ არის ხელისფერს სხვა რამიდან მოდის. კიდევ ძალიან ბევრი სტიგმა არის, სტიგმა მაგალითად ის რომ რატომ უნდა გადაყარო ფული ფსიქოლოგში, როცა ყავს ოჯახის წევრი და შეგიძლია ოჯახის წევრთან დაილაპარაკო. ხო, არა და ამასობაში ის ოჯახის წევრი შეიძლება უფრო მიტად. ზოგჯერ მიზეზი სწორედ რომ ოჯახის წევრი შეიძლება იყოს. კიდევ არის ერთი, ნუ აი გვეცინება, მაგრამ რეალურად ძალიან სამწუხარო ამბავია, რომ ეს ოჯახის წევრები ხდებიან ხშირად. კიდევ ერთ-ერთი მთავარი სტიგმა არის, რომ არა შეიძლება მშობლებს აწუხებთ ხშირად ეს ახლოდათ ეს არის, რომ აზროვნებას შეუცვლის ფსიქოლოგი პაციენტს და რაღაცა ისეთ ჩაუნერგავს, რაც შემდეგ არც ისე სასარგებლო იქნება იმ ახლოდათესავებისთვის და რეალურად ეს მართლა ხდება, იმიტომ რომ როდესაც მე მაგალითად ფსიქოლოგთან ვიზიტების შემდეგ მე შევძლებ იმას, რომ პაციენტს ჩაუნერგო მაღალი თვითშეფასება და მე მისეთი შეფა გავამყარო, შეიძლება ეს ადამიანი არ იყოს ისეთი მოწყვლადი იმ კონტროლის ან იმ ტოქსიკური ურთიერთობების, რომლებიც აქამდე ქონდა და საკუთარი ხმა წამოწიოს და მართლა დამოუკიდებლობას მიაღწიოს და ეს არ არის სასარგებლო და ინტერესები მაღალ საფეხურზე და ეს არ არის სასიამოვნო იმ ტოქსიკური ადამიანებისთვის. გარდა ამისა არის ის კიდე რომ ეს ჩვენთან ხშირად თქონდა ოჯახის ფაქტორი, რადგან კოლექტივისტური ქვეყანა ვარ და კულტურა ჩვენთვის ასეთი ოჯახურია. ხშირად ეს რომ ოჯახთან უნდა გააზიარო და ეს შენი ანუ აფიშრება არ მოახდინო შენი პრობლემების და შენი დარდების და ოჯახური მდგომარეობების გარეთ, რადგან არ გავცედეს ეს ამბავი, ესეც ძალიან დიდი სტიგმაა, რომ ოჯახში უნდა დარჩეს ყველაფერი და არაფერი არ უნდა გავიდეს ოჯახიდან. მით უმეტეს, როდესაც მაგალითად ჩვენ საუბრობთ ისეთ პატარა რაიონებზე და სოფლებზე, როგორც არის თქვა ქედა. როდესაც ახლა თქვა ფსიქოლოგთან მიდიხარ, პირდაპირ ეს ტრიგერს, ანუ შიშს აღძრავს განსაკუთრებით ოჯახის წევრებში, რომ ვიღაცა რაღაცას გაიგებს ჩვენზე და ყველა ჩვენზე ილაპარაკებს და ჩვენი სახელი შერცხება.
რა თქმა უნდა ეს აი კარგი იქნება რომ ყველამ გააკეთოს და აღარ იქნება არავის ვინც დარჩება რომ ილაპარაკოს, მაგრამ ეს რეალობაა და ამას სჭირდება ჯერ კიდევ დიდი მუშაობა. კიდევ ერთ-ერთი სტიგმა არის საკუთარ თავში, როდესაც შენ თვლი რომ შენ იქნები სუსტი თუ მიხვალ ფსიქოლოგთან, რეალურად ეს არის ძალიან დიდი სიძლიერე. როდესაც შენ აღიარებ რომ გაქვს გჭირდება დახმარება და გჭირდება ფსიქოლოგთან მისვლა, ეს არის უდიდესი წინსვლა და როდესაც შემიდიხარ დახმარების სათხოვნელად და მიდიხარ ფსიქოლოგთან, ეს არის დიდი სიძლიერე და საკუთარ თავზე ზრუნვა. ეხლა როგორც ფსიქოლოგი რას ფიქრობ? მაგალითად, ჩემ დროს რომ ყოფილიყო სკოლებში ფსიქოლოგი, როგორც ასეთი საათი მაგისტვის, ხო? ვიღაცა კარგი ადამიანი, ჩემთვის ფსიქოლოგები ასე წარმომიდგება ჰაბიტუსად, რაღაც კარგად მოსაუბრე ადამიანი, მშვიდი გაწონასწორებული. ასეთი რომ დაჯდეს თქვა კლასში და რამდენიმე საათი, ან 1 საათი 45 წუთი დაუთმოს ბავშვებს. რა თქმა უნდა. რაცა მიდგომებში, აი რას ფიქრობ, რამდენად საჭიროება არის, თქვა, ეხლა განათლების სისტემაში ვერ ჩავერევით, თქვა, გარითვალისწინებს დღევანდელ სკოლებში ფსიქოლოგის საათებს, მაგრამ რამდენად კარგი იდეაა ფსიქოლოგის საათები, მაგრამ ძირითადად უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არის გამოხატულება აი შეზღუდული შესაძლებლობების, მაშინ ხდება ხოლმე ჩარევა ფსიქოლოგის. აი ეს ყოველდღიურობაში პრევენციის მიზნით არ ხდება ხოლმე. აი ამ კითხვას რომ პასუხი გავცე, ვიტყვი იმაზე, რომ ზოგადად იმისთვის, რომ შენ როგორც ფსიქოლოგმა ჩაერიო პაციენტთან ურთიერთობაში, აუცილებლად არის უსაფრთხო გარემო საჭირო. როგორც როდესაც მშობელი აყალიბებს შეფასებას, არის უსაფრთხო გარემო საჭირო. როდესაც მოსწავლე არის სკოლაში და მას აწუხებს გარკვეული პრობლემა და როდესაც ხედავს ადამიანს, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს ეს, რომელიც მის პრობლემას მოусმენს, განსჯის, გაკიცხვის, უყურადღებობის, ყველაფრის გარეშე, აი გულწრფელად როდესაც მოусმენს და მიცემს მას საშუალებას, რომ უსაფრთხო გარემოში გამოხატოს, მისი ეს აზრები, შინაგანი აზრები და შემდეგ დაეხმაროს, რომ სწორი კითხვები დასვას ამის შესახებ და მე გამოიკვლიოს თუ რა ხდება რეალურად. ეს თუნდაც ანუ განკურნება არ არის ხო, ეს არ არის ჯადოსნური აბი, რომ ფსიქოლოგი ჩაერევა ჯადოსნურს მოგცემ და შენ უკვე კარგად ხარ. თუნდაც ის რომ შენ გაქვს უნარი რომ გამოხატო, უნარი რომ სწორი კითხვა დასვა, ეს უკვე ძალიან დიდი წინსვლა. ამიტომ ის 40 წუთიც და ის 1 საათიც სკოლებში თუ ექნება რომელიმე მოსწავლეს დრო, რომ მივიდეს ფსიქოლოგთან და დახმარება ითხოვოს და საკუთარი სურვილები და საკუთარი აზრები წინ წამოწიოს, ეს საერთო ფონს ყველა სფეროში ყველგან ძალიან დიდ სარგებელს მოუტანდა. ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბებულია, თვითშეფასებით ჩამოყალიბებულია აზროვნებით და შეუძლია რომ დარწმუნებით განყვეს თუნდაც პროფესიას, თუნდაც სწავლებას, თუნდაც ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოკიდებს, რა თქმა უნდა ეს საერთო ფონსაც ასე ჯანსაღად ქმნის, ხო, აი ქვეყანისთვისაც. სასკოლო გარემოში, სადაც ბულინგი ჩვეული მოვლენა და თავს ვერ ავარიდებთ, მაგრამ შეიძლება ეს რაღაცა პრევენციის გზაც ყოფილიყო. კი, რა თქმა უნდა. იმედია ჩვენი საუბარი ჩვენ საუბრად არ დარჩება და მსგავსი მიდგომების გათვალისწინება მოხდება განათლების სისტემაში. ყოველ შემთხვევაში მე ასეთ სკოლაში ვისურვებდი რომ ჩემს შვილს ესწავლო. რა თქმა უნდა, აი ერთი ჩემი ძალიან დიდი სურვილია კიდევ რომ სანამ დაოჯახდებიან წყვილები, აი ხელის მოწერის პერიოდში ან სანამ ოჯახს შექმნიან, აუცილებელი საფეხური იყოს ფსიქოლოგთან კონსულტაციების გავლა. სადაც ზუსტად მოხდება იმის გარკვევა, თუ რა ფსიქოლოგიურ ეტაპზე არიან ეს ადამიანები და არიან თუ არა მზად რომ ოჯახი შექმნან. იმიტომ რომ ეს მე ხშირი განქორწინებების სტატისტიკაც არ გვექნება და უფრო მყარი ოჯახი და კონფლიქტების ოჯახში ეს ყველაფრის პრევენცია მოხდება და ამ ადამიანებისთვის სასარგებლო იქნება, იმიტომ შეიძლება არასწორ არჩევანს ეკეთებენ და დაეხმაროს ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნას ფსიქოლოგიურ დეპრესიას, სტრესს და ასე შემდეგ თავს არიდებს. ხო, რა თქმა უნდა. მაგაც ძალიან კაი იდეაა. არ გიფიქრია მასე რომ ამაზე ვიბრძოლო და ამას მივახციო? კი, რა თქმა უნდა ვიფიქრია. და არ ვამბობ რომ არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემს საფეხურებს დგავ კი რაღაცა. კი. ჯერა რომ ეს საფეხურები უფრო რაღაცა მაღალი კიბის მსგავსი იქნება და მალე მიაღწევ წვერებას. საინტერესო არის შენთან საუბარი
ძალიან დიდი მიხარია რომ ასე აღმოგაჩინე რამე დიდი ხანია გიცნობ უბრალოდ ამ თემაზე ასე ჩვენ არ გვისაუბრია და საინტერესო სფერო არის ზოგადად ფსიქოლოგია თუ რა ქვია პროფესია როგორც ფსიქოლოგი ყველაფერი არის პრინციპში ექიმების ტოლფასები ხართ უფრო შეიძლება მეტიც ხო ეგეც არის გადაჭარბებული თვითშეფასება არ არის ზუსტი ხო მე საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობ კი ბატონო ხო და აი იმ აბიტურიენტებს რას ურჩევ ვინ შეიძლება გვისმენს და არ აქვს გადაწყვეტილი რა ფაკულტეტზე ჩააბაროს რამდენად გამოადგებათ საინტერესოა რას ურჩევ ზოგადად შენ როგორ მიიღე გადაწყვეტილება და მე ზოგადად ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ემოციები რატომ რას გრძნობენ და რატო გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად იღებს და მე თითქოს დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ ეს პროფესია ჩემი იყო მაგრამ არიან ძალიან ბევრი ახალგაზრდები აბიტურიენტები რომლებიც ჯერ კიდე გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და არ იციან რა გადაწყვეტონ და ხშირად ეს რაღაცა ძალდატანებას გავს მე მაგალითად ძალიან დარწმუნებული ვარ იმ აზრში რომ არაფერი არ არის საჩქარო და არ არის აუცილებელი რომ სკოლის დამთავრებისთანავე ბავშვმა გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ეს ხშირად იწევს, აი ჩვენ იმის შიშით რომ არ დავკარგოთ ის 1-2 წელი, ვკარგავთ 4 და 5 და 6 წელს და ეს ცხოვრებასაც ამქონდა, იმიტომ რომ არ არიან დარწმუნებული რომ ეს მოწონთ, მე რა თქმა უნდა იმ საქმეს ვერ გააკეთებ, რაც არ მოგწონს და არ გწდობს შინაგან მოტივაციას. ანუ ეს შეგვიძლია რომ ის 1 წელი რაც სკოლის დამთავრების შემდეგ გვაქვს, ან შეიძლება უფრო მეტიც, ეს არის ინდივიდუალური და შეუძლია ყველა ადამიანს არჩევანი გააკეთოს, თუ რამდენი ხანი ჭირდება იმის გადაწყვეტილების მისაღებად, თუ რა პროფესია აერჩიოს. ავიღოთ იმისთვის, რომ გავაკეთოთ, აი ჩვენი ინტერესების შესაბამისად მოვკიდოთ ხელი იმ აქტივობებს, იმ მოხალისეობრივ პროგრამებს, ბევრ რამეს, რაც გაგვაგებინებს რეალურად არის ჩვენი შინაგანი მოტივაცია. ის ეხლა რასაც ამბობ, მაგრამ ეხლა მე შევიძე დაგიპირისპირო რა საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმა იმის შესახებ, რომ ვთქვათ იმის შვილმა მაგენი ტყუიან თორე მაგისმა ბიჭმა გოგომ ვერ ჩააბარა და ვითომ არ უნდა სწავლის გაგრძელება ან ჯერ ისვენებს რაღაც ხომ შესაძლებელი არის ეს ხომ არ არის დამაბრკოლებელი იმისა რომ აბიტურიენტებმა ვინც თქვათ მე-12 კლასშია გაითავისოს რომ შეიძლება მოფიქრებისთვის დრო სჭირდება რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივი ისევ ერთგვარი სტიგმა რაც ჩვენთან გვახასიათებს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ასე გავაგრძელოთ, მოვუსმინოთ იმ კრიტიკას, რაც გარედან მოდის. ჩვენ შეგვიძლია რომ ისე ნაჩქარევად გადაწყვეტილებები მივიღოთ და შემდეგ მთელი ცხოვრება დავკარგოთ, ან პრიორიტეტი დავაყენოთ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახი. და საკუთარი სურვილები პრიორიტეტად დავაყენოთ. აი ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რომ ეს გარეგანი ხმები, რაც და ზოგჯერ არის ესეთი მომენტი, რომ შესაძაც აი ეს ამაზე გვეფიქრება, რომ აი ვიღაცა იტყვის, რომ აი ხა მე იმიტომ ჩავაბარე, რომ არ ჩავაბარე, რომ არ შემიძლია. ეს არის ხმა მოდის შინაგანად. შეიძლება ვიღაცა საერთოდ არც აინტერესებს შენ ჩააბარე თუ არა და ერთი ყავის თემა იყოს ეს სასაუბრო. იქვე დასრულდება და შენ მთელი ცხოვრება უნდა იდარდო ამაზე, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე და არ ჯობია რომ ის ერთი ყავის თემა ჩაიაროს და შენ დარწმუნებული იყო შენს არჩევანში. მოკლედ შენი მესიჯი არის ასეთი, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ რა პროფესიას ირჩევენ, კარგად დაფიქრდნენ და თუ საჭიროა რაღაცა ეგრეთ წოდებული ტაიმ-აუტიც აიღო. კი, კარგი შეფასება არის. ისე პრინციპში ეს რომ ჩემთვის ვინმეს ერჩია შეიძლება დღეს შეიძლება მე ვყოფილიყავ ფსიქოლოგი. არ არის გამონიწყო, იმდენად საინტერესო და არ არის გვიანი. ხო, ვიფიქრებ მაგაზე. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის, ასეთი კომპეტენტური, საინტერესო პასუხებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადაცემა ბევრს გამოადგება და ბევრს მიწუდება ეს ჩვენი ხმა. მინდა რომ წარმატებული ადამიანი იყო, გარდა შენ ფსიქოლოგისა, სხვა ნიჭითაც ხარ დაჯილდოებული, ხატავ. ეს ბოლო ის არის ალბათ ჩემი მხრიდან აღმოჩენა შენში, თორემ აქამდეც ხატავდი.
კი, რა თქმა უნდა, ხატავდივე და ეს ჩანაწერებს აკეთებ, ფილმებიც მაქვს ნანახი შენი. ხო, ვიდეო მონტაჟი ძალიან მიყვარს კი. ხო, ესეც ერთ-ერთი ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია, რომ ის დრო და დავთხოვ შენს ხობებს. საინტერესო ადამიანი ხარ, ჩემთვის პირადად. ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი და თავისუფლად და კომფორტულად რო ვიგზავნი თავი, ალბათ ამიტომაც შევძელი რომ ესაუბრე იმ თემებზე ამოვწურავად, რაზეც ვისაუბრეთ. ძალიან ხარია, მადლობა. ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არ ვიტყვი რომ ეს არის კომპლიმენტი, ეს არის კათინაური. აი, საერთოდ შეფასება კომპლიმენტი ხომ გადაჭარბებას ნიშნავს და კათინაური იმას, რასაც ზუსტად ვფიქრობ. და მეც ისე ვიღებ, როგორც თქვი. აი, თვით შეფასება მეც კი, ხო, მადლობა. ერთმა სეანსმა რამხელა შედეგი გამოიღო ჩემში. აგერ არის ფაქტი. მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები შენს ყველა სფეროში. რაშიც ხარ აქტიური და როგორ ვთქვა, ნიჭიერი. მე დავემშვიდობები ქედის სათემო რადიოს მსმენელებს მომავალ გადაცემამდე.